სრული ანშლაგი პიაცას მოედანზე და მაესტროსთვის სპეციალურად მომზადებული ფერადი კოლგები, მიშელ ლეგრანის კლასიკად ქცეული კინომუსიკა მაესტროსთან ერთად მისივე ფავორიტმა მომღერალმა თამარ გვერდწითელმა შეასრულა. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად საქველმოქმედო ფონდ იავნანას ანგარიშზე გადაირიცხა. საღამოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და პრეზიდენტიც ესწრებოდა. ათობით ფერადი კოლგა პიაცას მოედანზე მაშინ გაიშალა, როდესაც მიშელ ლეგრანმა და თამარ გვერდწითელმა შერბულის კოლგების ცნობილი მელოდიის შესრულება დაიწყეს. ასეთი სიურპრიზი მაესტროს მაყურებელმა მოუმზადა. შერბულის კოლგებამდე დიდი მაესტრო როიალს მიუჯდა და ორკესტრთან ერთად ყველა თაობის საყვარელი კინომუსიკა აჟღერა. ამ მელოდიებმა ავტორს მსოფლიო აღიარება და უამრავი ჯილდო მოუტანა. Des 4 saisons, tu fais tourner de ton nom tous les moulins de mon. მოგვიანებით სცენაზე გაისმა მუსიკა, რომელიც მიშელ ლეგრანმა სპეციალურად თამარ გვერდწითელისთვის 20 წლის წინ დაწერა. ქართულმა აუდიტორიამ ეს სიმღერა პირველად ბათუმის პიაცაზე მოისმინა. სასიამოვნო იყო აქ ყოფნა. მე და ჩემმა მეგობარმა თამარმა კიდევ ერთხელ ვიმღერეთ ერთად. შევხვდით პრეზიდენტს და პატრიარქსაც. ძალიან სახალისო იყო ისიც, რომ ჩემი სიმღერის დროს მაყურებელმა კოლგები გაშალა. მართლა კარგი გადაწყვეტილებაა. თამარ გვერდწითელმა პიაცას კონცერტისთვის ქართული და ფრანგული რეპერტუარიდან ის სიმღერები შეარჩია, რომლებმაც კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მას სახელი გაუთქვა და მსოფლიო დონის ვარსკვლავად აქცია. მე მგონი რომ ადამიანი ყოველთვის ეჭვით არის შეპყრობილი, რომ ისე უყვართ თუ როგორც მას გონია და უდიდესი სიყვარული და ურთიერთგაგება დამყარდა ჩემსა და მაყურებელს შორის. ამიტომაც ალბათ გავიმევთ ბათუმი, იმიტომ რომ ამ ბრწყინვალე სცენაზე ამ ულამაზეს ჩვენს ქალაქში მარტო ალბათ ესეთი მუსიკა უნდა აღღერებულიყო და რაც შეგვეძლო ყველაფერი ჩვენი სულის ნაწილი დავტოვეთ სცენაზე დღეს. ლეგენდარული მუსიკის მოსასმენად მოსულმსმენელს 2000 ადგილზე გათვლილი საკონცერტო სივრცე ვერ იტევდა. პიაცაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ეს საღამო ზოგისთვის ბავშვობაში დაბრუნება, ზოგისთვის ცოცხალ ლეგენდასთან შეხვედრა, ზოგისთვის კი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იყო. მიშელ ლეგრანი, თუ იმე არის ცოცხალი ლეგენდა, არის ეს კაცი, იმიტომ რომ მას აქვს დაწერილი ათობით ფილმისთვის მუსიკა და არის სამგზის ოსკარის მფლობელი და მართლა ლეგენდარული კომპოზიტორი. ამ სიტყვის ყველაზე უფრო საუკეთესო ნიშნით. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეს ლამაზი და ძალიან გრძნობიარე მუსიკა არ მოსწონდეს. ლეგრანი ზოგადად არის ღირებული ჩემთვის თავის მელოდიურობით, თავის სისადავით, თავისი
გემოვნებით. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა აქ მოსულმა ადამიანმა ნამდვილად განიცადა ის აღმაფრენა, რაც შეუძლებელია ესეთი დიდი მაესტროს შემოქმედებით არ განიცადო და მიიღო. მოგვიანებით სცენაზე პაატა ბურჭულაძე გამოვიდა და მაყურებელს მიშელ ლეგრანისა და თამარ გვერდწითელის გადაწყვეტილება გააცნო. საღამოდან შემოსული თანხა კონცერტის მთავარმა გმირებმა მთლიანად ფონდ იავნანას უმწე ოჯახების დახმარებისთვის გადარიცხეს. განმორიდებული გოგოა ჩვენი თამრიკო. და ამიტომ მე დღეს აქ ვარ, იმიტომ კი არა რომ რამე დამიმსახურე, დაიმსახურე ამ ქალბატონო, იმიტომ რომ დღევანდელი შემოსავალი მათ და ბატონო ლეგრონმა შემოწირეს ფონდ იავნანას. ისაც დიდი მადლობა. ბედნიერი ვარ რომ ხალხი ზრუნავს ჩვენ ბავშვებს საჭიროა ყველამ უნდა ვიზრუნოთ ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო რომ ესე იგი ამ ხელა შემოქმედებს ერთად ხედავ ცალკე მიშელ ლეგრანის მომისმენია მის შემოქმედების ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მეც ვარ და თამარ გვერდწითელიც ასევე ცალკე მომისმენია გრანდიოზული საკონცერტო პროგრამა პიასაზე საათნახევარი გაგრძელდა. საფინალო სიმღერა თამარ გვერდწითელმა ანსამბლ შვიდკაცასთან ერთად ბათუმს მიუძღვნა. აქტოვანებულები ვართ, თამრიკო მაინც საუკეთესო იყო. იყო არაჩვეულებრივი შერწყმა ქართული და ფრანგული სიმღერის, ქართული და ფრანგული სულის, ანუ ქართული და ევროპულის. არაჩვეულებრივი აქტოვანებული ვარ ნამდვილად ამ კონცერტით. ბათუმური კონცერტით მიშელ ლეგრანი თავის ბოლო საკონცერტო ტურნეს იწყებს, რომლის დასრულების შემდეგაც ის დიდ მუსიკალურ სცენას დაემშვიდობება.